ზესტაფონში კონსტანტინე გელაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მცირე მემორიალური დაფა განთავსდა, როგორც მადლიერების ნიშანი იმ წვლილისთვის, რაც მაღალი ღირსებით, მშობლიური ქალაქისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულმა ადამიანმა ზესტაფონის ყოველდღიურობაში შეიტანა. მემორიალური დაფა კიდევ ერთხელ შეხსენებაა საზოგადოებისთვის, რომ ადამიანების ღირებულება მხოლოდ სახელით არ იზომება, მათი საქმეები და დამოკიდებულებები მეხსიერებას წარუშლელ შთაბეჭდილებად რჩება, როგორც ქალაქის ისტორიის ერთი შინაარსიანი ფურცელი. შეეხება მემორიალურ დაფას, რომელიც ახლა გაკეთდა ზესტაფონში, ჩვენი მისი მეგობრების იდეა იყო აქ თბილისიდან და ძალიან მიხარია რომ ეს მოხდა. სიმართლე რო გითხრათ, ეს უბრალოდ მე ვიხარია, იმიტომ რომ მე ვიცი ამ კაცის ფასი. შეიძლება ბევრმა გაიაროს და თუ მეგობრები და ნათესავები და ახლობლები არიან, ძალიან კაი ადამიანი იყო, სასიამოვნო ურთიერთობაში, გადასარევი იუმორით. და რა ყველას გაიხარდება, ყოველს გახსენდება, როგორც რომ გაიხსენებ, აშილმა არ გაგერიბოს. მაგრამ მე რაც მინდოდა, ეს არის ის, რომ არ ვიცი, აბა უნდა ნახოს ბევრმა ადამიანმა რა. შეიძლება მის მასახელმა რაღაცა უთხრას ვინმეს. ვინც იცის რომ განსაკუთრებით მათაც კი. ბევრჯერ აღმოაჩინა რომ კაცის უკან და ბევრ საინტერესო რამე გააკეთა ქვეყანაზე. ჩუმად ყოველგვარი ესეთი ხმაურის ფანფარები რო ქვია სასულე ორკესტრში. ფანფარები აი მის გარეშე. და მის სულს ნამდვილად ეკუთვნოდა. მე კიდე მეტი რამე ეკუთვნოდა ალბათ, მაგრამ ვისთანაც მოახერხა ცნობა მან. ყველაში ის კვალიტატოა რაც საჭირო იყო. კოტე გელაშვილზე შემიძლია მხოლოდ კარგი და საუკეთესო ვილაპარაკო. იყო კაი მეგობარი, ჰქონდა თავისი ბიზნესი მრავალ სახეობებში და ეწეოდა ქველმოქმედებას, რომელსაც ხმამაღლა არასდროს არ ამობდა. სიკეთეს აკეთებდა ყოველფეხის ნაბიჯზე. თბილისში აკეთებდა თავის საქმეს, ბიზნესის მხრივ. გაუწყვეტია კავშირი ზესტაფონთან. ის ბევრ სიკეთის გაკეთებას კიდე მოასწრებდა. ახლა ჩემი ახლო მეგობარი, ერთად გადავიდებივად, ერთ პოპულში ცხოვრობდით. როგორც ვიცი, ჩვენი გზები როცა გაიყარა, იყო საოცარი ადამიანი და ჰქონდა მრავალნაირი ბიზნესი, როგორც ვიცი და ეწეოდა ქველმოქმედებას, თავის ახლობლებთან, კლასედების მიმართ, ზოგჯერ უსხოს მიმართაც გამიგია, რომ ბევრი ადამიანის ვისაც პატივი ნაცემი. დაიწყო გოფალი ამბობს და პირამაებით ამბობენ, რომ ქრისტიანობა მარტო გადაგება და სიტყვის რელიგია არა, იგი საქმის რელიგია უფრო. აი ამ დაწობითი ცხოვრა ბაკური, იგივე კონსტანტინემ, ესე ქვია ქრისტიანულად, მას და მეთვალს ხონოს, ათეში დააკვირდო, ძალიან კარგი პიროვნება იყო და დავიდა ჩვენგან ზეთერში.